კემპიდან სალამი ვიწყებთ მასტერკასტის მეხუთე ეპიზოდის ჩაწერას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს ნაკრების ლეგენდა და ბეთლავი მასტერ ლიგის ამბასადორი ზურა ხიზანიშვილი. მადლობა ზურა მობრძანებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ თქვენი დრო დაგვითმეთ. სანამ უშუალო საუბარზე გადავალთ, გაგა გვეტყვის თუ სად ვიმყოფებით? დღეს ვიმყოფებით ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში, სპორტულ კუთხე კემპში, სადაც დაგხვდებათ ძალიან დიდი არჩევანი ფეხბურთთან დაკავშირებით ნებისმიერ პროდუქციაზე. ხოლო ჩვენი გადაცემის წარმომადგენია და ხარდამჭერი 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაცია, რომელთან ერთადაც რომელიც უბრალოდ დაორგანიზებს ბეთლავი მასტერ ლიგას, წერანაც ვახსენე და მე მგონი ახლა თემა მოიტანა, ამით შეგვიძლია დავიწყოთ მასტერ ლიგაში თქვენი ჩართულობით, ჩვენ როცა ასე ვთქვათ შევთანხმდით, რომ ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყავით, ზუსტად მასტერ ლიგის ერთ-ერთი მატჩი იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში თამაშობს ზურა და აი რომ მოგვიყვეთ საერთოდ როგორც ვიცი დიდი ხანია თავიდან ვიხართ ხო ჩართული და აი როგორ შეაფასებდით დღევანდელ სეზონს. ძველი თაობის ვარ. მოგესალმებით ბიჭებო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი, მურთას რა ვიცი, პირველივე დღიდან შემიძლია თქვა, აკო დაგვიდასტურებს ამას, რომ პირველივე დღიდან ჩართული ვარ 7-7-ზე იყო, ნუმერე ბეთლავმა ძალიან დიდი საქმე გაწია სპონსორის სახით. თუმცა ეს დაიწყო, აი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩემი აზრით თამაშობდით მზიურში 7-7-ზე, 6-6-ზე, აი როცა ფეხბურთს თავი დავანებეთ. ხო, რაღაც დრო რო ქონდა, ბიჭები ვიკრიბებოდით, ეს ვეტერანი ფეხბურთელები, ესეო დავარქვათ და თამაშობდით ხოლმე და აი რაღაცა მე მანდ რაღაცა აკოს დაებადა ესეთი იდეა რა. ანუ აკო უფრო დეტალებში დარწმუნებული ვარ, უფრო ახსოვს, მაგრამ აი საიდან წამოვიდა ეს 7-7-ზე, ჩვენ კი არ ვიბრალებთ, მაგრამ აი უბრალოდ ქუჩის ფეხბურთს ჩახვალ უბანში და თამაშობდი მინი ფეხბურთს, ესე თამაშობდით ხოლმე. რაღაცა კვირაში 2-3-ჯერ, როცა დრო ქონდა ხოლმე ამ ზიურში. თან გვსიამოვნებდა ხო იცი ეს მინის სტადიონზე კიდე პატარა კარია და აქ დიდი კარია. ხო, 5 მეტრიანი. ხო, ანუ უფრო მეტი გოლი გადის და უფრო სასიამოვნოა ახლა გოლია მთელი ფეხბურთის მუღამი და რომ უნდა იხალისო ხო და აი ამ შემიძლია თქვა რომ მართლა პირველივე დღიდან იაშკა იყო, გალადან იყო, კუბი იყო, ეს ბიჭები ვინც დავანებეთ ფეხბურთს თავი და ნუ მე ისე ჩამოყალიბდა რომ არ ვიცი მე რამდენი წელია, მე-5 მე-6-ე? ახლა მე-7 საიუბილეო. მე-7, ხო, მე-7 წელი და შარშა რო ვიკითხე, აკუმ რაღაცა სასწაული ციფრი მითხრა, ჩართულობა, ზოგადად საქართველოს მასშტაბით რეგიონებშიც რა. 15,000-მდე ადამიანია. 10,000-მდე იყო შარშან, როგორც მახსოვს. წელს ფესტივალის ვატარებთ. სხვათა შორის მე წინა გადაცემაში ყავდა ლაშა ჩალაძე და მაგან თქვა, ეხლა თქვენ რომ გადახვედით მაგ ამბავზე როცა დავიწყეთო, ფორმატის ამბავზე თქვა, რომ მასტერ ლიგაო იყო FIFA-შიო. თვითონ თამაში იყო, უბრალოდ PES-ში იყო და იქიდან წამოვიღეთო ეგ იდეაო რა, მე მგონი სახელიც იქიდან წამოვიღეთო რა და ანუ წლევანდელ სეზონს როგორ შეაფასებთ, იმიტომ რომ აკოსთან გადაცემაში ამას აღწერაში იქნება ასევე ყველა ეპიზოდის აღწერაში არის და ამ გადაცემის აღწერაში იქნება აკოს საავტორო გადაცემა არის, რომელიც გადის 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის არხზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, გირჩევთ, სადაც პირველ ეპიზოდში ზუსტად აი რო ვახსენეთ, თქვენ იყავით როგორც მახსოვს კი ზუსტად მახსოვს რომ ბოლოს რაღაც ასე თქვა ინტერვიუ თამაშ შემდეგი და თქვენი ხაზიდაც გავუსთ მაგას რომ წესო ისე თამაშები მიდის რომ რაღაცა ნახევარი ძალები და იყავი ბოლო თამაში რა თამაში წავაგეთ. კი. ეგ არის ხო მთლიანი იდეაც ეს არის საინტერესო რომ ну რა თქმა უნდა ყოველთვის ბრძოლობ მოგებაზე, რაც არ უნდა დავარქვათ ახლა რომ ეს არის ჯანსაღი ცხოვრება ეს ჯანსაღი კი რომ დარბიხარ უკვე გეკეტება ყველაფერი ჯანსაღი კი მოგება გინდა. ანუ ფეხბურთს თამაშობ მოგებისთვის ეგ არავინ არ თქواس ყველაზე მაპატიეთმა დურაკული გამოთქმა არის მოგება და წაგება ძმები არიან. აი მაგას რო ვინმე იტყვის ხოლმე რა მემართება ხოლმე ის ადამიანს ვამშვიდებ ხოლმე რა ეხლა რო წავა დავადების დღის ცენტრის სულელი რაღაცა რა. მასტერ ლიგაზე 1 წელია, ანუ მოკლედ დაახლოებით რაც ვარ ჩართული და აი ყველა თამაშზე იქ ზნობა ემოცია და მოგება და წაგება ძმები არიან ზუსტად მასე არ არის რა. ეგ ტერმინი მაქსიმალურ სტილობს ყველა გუნდი მე რასაც ვიყურებ. კი, გულშემატკივარი, დიდად არ ყავს გულშემატკივარი, მაგრამ რო ვეთამაშები და მაინც ემოციებზია რა. რა თქმა უნდა, ემოცია. მე ხა ერთ ისტორიას მოგიყვებით, შარშან იყო მე მგონი თუ არ ვსდები.
გუნდ მართლა არ მახსოვს არ მალავ, არც ფეხბურთელის გვარი მახსოვს და არც გუნდის, თამაშობთ რა წავაგეთ მოვიგეთ ეგეც არ მახსოვს, მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა რომ ახალგაზრდა ბიჭი ამ პერსონალურად თუ გათამაშებს, ხო იცი, ადრე რო იყო აი პერსონალურად და ამეკიდა ახლა ჯანიანია რა და ეხლა ჩემი ის რა არის რომ ხო ცოტა უფლი გამოვიდინო, ეხლა ისო გოლი კაი პასი გავაკეთო, რაღაცა სიამოვნება ხო უნდა გამყვეს მერე სამ ის მაქსიმალურად მოგეწევ. დედას გეფიცები რა მიქნა იცი ამ ბიჭმა, აი კარტა რომ მოვდიოდი აქ იყო, იქით მივდიოდი, აი დამყვებოდა და ბოლოს და თანაც უხეშად არა ეხლა რა უხეშობა უნდა გამიკვირდეს ეხლა, მაგრამ აი ბურცო მივიღებდი, აი მატლივით მეжда რა ფეხზე რა და აი არა მომასვენთქა და ბოლოს დავიღალე, მაგრამ ხო იცი გული დამეღალა რა და მეთქი ბიჭო წადი რა ითამაშე მე რა და დედას ყველანაირ პასუხს ისა ველოდი და ის რა ქვია მაპატა ხელი მომკიდა ეს მაპატიო რა ხიზანო თუ მოგარტყიო რა არა მე ვთქვი რა მომარტყი მეთქი და ხო და რაღაცა წამი პაუზა და უცებ მეუბნება რა 3 დღეო პასტაზე და წყალზე ვარო და ვერ მივხვდი რა და არა მავისა მაკარონზე და წყალზე ვარო პასტა რო თქვავს ხო და მართლა ვერ მივხვდი და მე ვთქვი რა შუაში ამეთქი და ვიციო რომ ეს ორგანიზმისთვისო კაიაო და ისე ემზადებოდა ამ თამაშისთვის ეს ბიჭი კი ეგრეა რო აი ბოლოს მე ვთქვი ღმერთმა შეგარგოს მე ვთქვი მოიგე მე ვთქვი ეს არის ძალიან სახალისო იყო ეხა მაგრამ ესეც ერთ-ერთი ის არის რომელიც წარმოიდგინე ეხა კი შეიძლება მე და რაღაც ვეტერანი ფეხბურთელები ვერთობით მაგრამ ვიღაცისთვის ხო წარმომიდგენია მეც ახალგაზრდა ვიყავი და რომ გავიგებდი რომ სადღაც მივდიოდი სათამაშო და იქით პირობითად არ ვიცი კინკლაძე თამაშობდა პირობითად რა უკვე мотиваცია მქონდა სხვანაირი და ესეც ძალიან სასიამოვნოა იმიტომ რომ ახალგაზრდები ძალიან კარგად არიან ჩართულები. თქვენი წარსულიდან რომელ თამაშს გაიხსენებთ ეგრე ემოციურად რომ ემზადებოდით თქვენც? აი რომელიმე ერთი. პროფესიონალ ფეხბურთში? იქ ყველა თამაში ემზადებოდი. აი მაინც განსაკუთრებულად. ალბათ შეკითხოს იმას უსვამ ვინ იყო ვიღაც ისეთი ხო გამორჩეული ტიპი ვისთანაც. კონკრეტულად ფეხბურთელი, გუნდს მაინც გამოვარჩა ან ბავშვობიდან შემკითხე იქ წინა თამაში საკუთარ ესა საყვარელი გუნდიო. ეხლა არა რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვობაში სულ Manchester United-ი, ერიკ კანტონამ შემაყვანა Manchester United-ი. ხო. და აი ოცნება იყო ჩემთვის, რომ Manchester-ში მეთამაშა. ეხლა Manchester-ში გეთამაშა, უკვე ავტომატურად პრემიერ ლიგას თამაშო. პირველი ოცნება იყო პრემიერ ლიგაში მეთამაშა. ეს ოცნება. მოიწაიხდინეთ, ხო? კი, ავიხდინე და აი მაგას ვყვები რა, რომ ეს ბავშვური ის გამომყვა, რომელიც ვითამაშე კიდევაც Manchester-საც ვეთამაშე და Old Trafford-ზეც მოუგე. ძალიან ხო, 2-1 მოუგე. Blackburn Rovers-თან იყო. კი, 2-1 მოუგეთ. მართლა სასწაული თამაში იყო და მაინც ფიქრობ, რომ საკლუბო დონეზე კი ეს, იმიტომ რომ ბავშვური ისო გაქვს ჩარჩენილი რომ აი Manchester-ი და შენთვის რაღაცა ეს Old Trafford-ი და ეს წითელი ეშმაკები და თელი ფანები რო ხდება და იქ გამარცხებს ხო და ეს მე რეალობაში უკვე გამოცადა. თან ეხა Manchester-ი იმ დროს საერთოდ ეხა რა არის? მაგარი Manchester-ი იყო, კი, აი. მაშინ არც რეგულაციები არ იყო, არაფერი არ იყო. გადმოხტებოდნენ ტრიბუნიდან ეს ხალხი. ხო, ხო გახსოვს კანტონა ეხა იქითაც ხდებოდნენ ხოლმე, არა მარტო აქეთ. ხო. ტრიბუნებზე ხდებოდნენ ხოლმე ფეხბურთელები. მე მგონი ეგ ეხლა რახან საუბარ მოიტანა კაკრას Rangers-ში რო თამაშობთ, მე მგონი იქ უფრო იქნებოდა აი თქვა Celtic Rangers, დერბის დროს არა? კი, Celtic Rangers-ი ერთ-ერთი მართლა საოცრება, აი გუნდა სანამ ცოცხალი ხარ და ფეხბურთი გიყვარს, უნდა ნახოთ. საკუთარი თვით ხო იქ შოტლანდიაში. სასწაულია, იმიტომ ფეხბურთი, რელიგია, დაპირისპირება ქალაქის ორი გუნდი, დიდი გუნდი ორივე Glasgow-ს გუნდია. კათოლიკები არიან Celtic-ი და ჩვენ პროტესტანტები ვიყავით. მე და შოთი მაგარი გაჭრეტილები ვიყავით, იმიტომ რომ არც კათოლიკები ვიყავით, არც პროტესტანტები და მართლმადიდებლები ვიყავით და პირჯვარს რო ვიწერდით, ამაზე ჩვენი გულშემატკივარი გიждდებოდა და აი გვარს გვაცრეს კინაღამ ხო და გადაგვცეს ანათემას კინაღამ, მე ავხსენეთ რომ ჩვენ კათოლიკები, მაინც ვერ გამოვედით კარგად. ასე რომ აი ძალიან დიდი ისა აქვთ მან და მაგრამ ბოლო პერიოდში ეხა ბიჭებსაც საუბრები ხოლმე მეგობრებს ამ შოტლანდიაში რაღაცა აი ფერგუსონსაც ბოლოს სანამ წვრთნელი გახდებოდა Rangers-ის შარშან წინ იყო რაღაც ცოტა ხანი ხო კაპიტანი იყო ჩვენი რა ეს ფერგუსონი
და ერთ-ერთი ესეთი ტიპი იყო რა, როგორც როი კინი იყო, მაგარი გამყრელი მანჩესტერში, ესეთი ტიპი იყო და სელტიკის ფეხბურთელო წაიქცეოდა ხელს, ანუ წამოყენების უფლება არ ქონდა. ანუ ხომ მივხვდით რა დონეზე ხო ანუ გადადიოდა უკვე არა მარტო კი ანუ ამხან არანაირი friendly არ უნდა ყოფილიყო ტუნელშიცო ვიდექით უკვე როგორ იყო იცი აი ტუნელშიო ვიდექით საუნად გადიოდი რა ხო რა ეს სიტყვაზე აქ ეს ჩვენი ხაზია შენ სელტიკის ფეხბურთელი ხარ შანსი არ იყო რომ გაგეხედა იქ ანუ ის რაშვები როგორ ხაზმაო არა გამორიცხული და ყველაზე აი ისეთ რო დაძაბულმაც როგორ იცი აი თუ გიფიქრიათ მაგალითად ოდესმე რომ აი თქვათ რაღაცა იმდენად დაიძაბა სიტუაცია ან თქვენ მოიგეთ დიდი ანგარიშიდან რაღაც რო იმიტომ მაშინ ხო რეინჯერსი მე მგონი როგორც მახსოვს თქვენ დროს უფრო ის იყო რა და არის თუ იყო ესეთი რაღაც რო თუ იყო ესეთი მომენტი რომ აი თქვათ გიფიქრიათ რომ აი შეიძლება ეხლა მართლა ვიღაცები გადმოხდნენ და რაღაც მოხდნენ რაღაც თუ ანუ ის მაინც რაღაცა წითელ ხაზს არ ყვეთდნენ მაინც არა იქ როგორ არის იცი ის ხაზები და ისინი არა აქვთ მაგათ ზომები მიღებული გამორიცხულია ეგ არის ცნობილი ამბავი ბრიტანეთის მასშტაბით როცა ეს დერბი არის სელტიკ რეინჯერსი ყველაზე ბევრი რა ქვია პოლიციელი ცხენი ვერტფრენი რა ვიცი ძაღლი კატა ნიანგი ყველაფერი გამოყვანა ანუ ხო ეგ ცნობილი ამბავია კი ხო და ანუ თუ ყოფილა აი მოუგეთ ან რაღაც და ან თქვენ თუ განგიცდიათ ეგ რომ აი შეიძლება რაღაცა ეხა მოხდეს რა აი კონკრეტულს ვამბობ რომ კი განცდა ქონდა ეგ რომელიც კი არ მოუგეთ აქეთ მოგვიგვეს ჩვენ სტადიონზე და ჩვენი მაყურებელი შეგვეშინდა ოკეი რომ იმიტომ რომ აი სასწაული ხდებოდა ანუ წაგება თუ არის უნდა წააგო გარეთ ის რა ქვია თამაში ხო ანუ საშინაო თამაში არც განიხილება და თუ წაგება იქ უნდა ისურო წაგება ხო იმიტომ რომ რო იქ ეხა მაინც თავიანთ ფანები ხო ნუ გასამართლებელი საბუთი გაქვს იმიტომ ისინი ესე ფიქრობენ რა და გასვლაზე ითამაშე ისეთია ანუ სახში არ უნდა წააგო სახში თუ წააგე სახში ვეღარ მიდიხარ მე შოტლანდიაზე და ანუ იქ რა ქვია ინგლისში როცა იყავით ანუ პრემიერ ლიგაში ხა იცი რა ბლეკბერნი ვითამაშე ნიუკასლი ვითამაშე რედინგი ვითამაშე ინგლისში ასე რომ დიდი სადერბო გუნდები მანდ არ იყვნენ ხო მივხვდი იმიტომ რომ ნიუკას ახლა ვის დაარქმევ დერბის ვერავის რა ნუ ახლა ვიღაცას თუ ახლო სა მილზბორო რაღაცა სიტყვაზე მაგრამ ასე რომ არა ახლა დიდ გუნდებში უფრო არის რა ახლა მანჩესტერი არსენალის დაპირისპირება იქ მე ლონდონში უკვე იქ ჩელსი ტოტენჰემი ხო ასე რომ აი ეს უფრო დაპირისპირებები ისა გუნდებს შორის უფრო შოტლანდიაში ხო, ანუ ეგ ემოციური დატვირთვა და იგიც უფრო მე სხვათა შორის რომ ნახე ეს საინტერესო ფაქტს წავაწყდი თქვენი თუნდაც პრემიერ ლიგაში თამაშობ ბლეკბერნი იყო სტივკინი ხო რომელიც ტორპედოს თნელი იყო რამოდენიმე წლის წინ და ანუ ის რაღაც ისეთი კავშირი იყო რა ან როგორი ტიპაჟი არის იმიტომ რომ რაღაცა ტორპედოში მე მგონი ისე მაინც გაკაჩათკო ვერ ვიტყვი მაგრამ ანუ თითქოს რაღაცაი ვერ მოერგო რა ეს თავისი ეხა ესეთი დონეზე რო გაქნა პრემიერ ლიგა ხო ეხა თქმა უნდა პრემიერ ლიგა არ ვიხა ვისთვის როგორ მაგრამ სოფლიოში ერთ-ერთი მე ვთვლი რომ ხო ნუ კონკურენტუნარიანი ყველაზე ხო ნუ ფინანსურად გინდა ის გინდა ანუ ყველაფერი რა ეხა იქ ბიუჯეტი გუნდებსო გადახედო აუთსაიდერს და ლიდერს გადახედე მე სხვა ქვეყნის იმეებს ნუ მათ სადაც ფინანსები აქვს უკვე დიდი რესურსიც არის კი სტივკინი იყო ალარდაისი იყო მთავარი მწვრთნელი ალარდაისთან ერთად მოვიდა და ორი ასისტენტი ხო არიან ერთ-ერთი იყო სტივკინი მერე ნუ ალარდაისი გაუშვეს ის ერთი ასისტენტი გაყვა და ეს დარჩა ბლეკბერნში და მაშინ რაღაც 6 თვე 4-5-6 თვე ესე მთავარი მწვრთნელი იყო ხო და ანუ ნამუშევარი გაქვთ მაგ ადამიანთან ეს რაღაცა რომ დაემთხვა საინტერესო კი სტივკინიო ჩამოვიდა მაშინ ქუთაისიდან მომწერა და ნუ თავიდან ვერ მივხვდი იმიტომ რომ ბრიტანული ნომერიდან შემოვიდა მე მითხრა ვინც იყო კი გამიკვირდა მაგრამ თუმცა 2-3 დღით ადრე ჟურნალისტებისგან გავიგე და რატომღაც ვერ აღვიქვი მეთქი ახლა სტივკინი ქუთაისში თანხმობს და ხო და მეთქი რაღაცა ცოტა ესეთი ფეიქ ინფორმაცია მეთქი და ნუ ჩვეულებრივად რაღაცა ესე ორი სიტყვით თქვი ახლა ამ ადამიანზე რაც შეხება მქონია
ხო და მე თვითონ რომ მომწია რომ ეს სტივი ვარონი ქუთაისში ჩამოვედიო რაღაც და ანუ უბრალოდ ესე ანუ მეც გამიკვირდა რომ ნახე ხებოდი შეგაწყენდეს მეც გამიკვირდა რა რომ ანუ პრემიერ ლიგა და ანუ ასე თუ ისე ხო ანუ მან ხო ისიც არის რომ ალბათ საერთოდ სხვა მენტალიტეტის იქ გუნდს იმაშვებოდა ეხლა აქ რო ჩამოვიდა მაინც უფრო ანუ წნეხი ეხლა როგორ თქვა რომ სტივკის წნეხი დაედო თქო მაგრამ ნუ რაღაცა ნუ თავი ხო მწვრთნელის წნეხი ყოველთვის არის როცა შედეგი არ გაქვს სადაც არ უნდა იყო ხო და ასე რომ დამიჯერე უფრო ძნელია მე ზუნდა იმაში რომ რას ვამბობ მენტალიტეტი ჩვენ 12 წელი ბრიტანეთში ვითამაშე და ხო მიხვდე მაქედან გამომდინარე რომ სულ რაღაც ხას ვავლებ ხოლმე ანუ რთულები ვართ რთული ტიპები ვართ რა თუმცა ადვილი სამართავები ვართ და ეხა ბრიტანელო ჩამოდის ფრანგი იქით არ მივდივარ ეხა ესპანეთი იტალია საფრანგეთი ინგლისი გერმანია ავსტრიელიო ჩამოდის აქ ფიქრობ რომ უფრო გაუჭირდება ვიდრე ქართველიო წავიდეს იქით ხო მესმესო იმიტომ რომ სხვა მენტალიტეტის ადამიანები ვარ ჩვენ და ცოტა ესე მაგიდაზე ხელის რტყმა შეიძლება აი რაღაცა 1-2 საათი 1 დღე 2 დღე რაღაცა გამოიღოს შედეგი ანუ გძელვადიანს ვერ გამოიღებს იმიტომ რომ ეგეთი ტიპაჟები ვართ რა ამდესაც დაგვირტყავ ხელს და შეგვაშინებ გულში ხო ფიქრობთ რომ ვისაშინებს ბიჭო ეს სულელი ხო ანუ ხო ყველა ესე ფიქრობთ ხო და გავალთ მე აქედან და ანუ შენი ხელის თქმა შენ დაგჭება ის გასიებული გაწითლებული ხელი და მაინც არ დაგიჯერებ ხვალდაზე ანუ სხვანაირი მიდგომა უნდა ქართველებს რა ხო ანუ სპეციფიკა მაინც ხო კი რა თქმა უნდა მე მაქვს ერთ პერსონალური შეკითხვა რომ არა ფეხბურთელი აი რა პროფესიას მიუდგებოდით აი წარსულში მაგალითად გადაა ის რომ თქვენი თავი და არა ფეხბურთი და ეს პირველად ბრიტანეთში ინგლისში კითხვა დაუსმეს კრაუჩს აი ზუსტად ეს კითხვა და პასუხიც იყო სასწაული პასუხი მე არ ვიცი არ გეცოდინებათ იმიტომ რომ აი ამას გეუბნებით 1-20-25 წლის პიტერ კრაუსაუსისო პიტერ კრაუს დაუგე არ ვიცი რომ შეიძლება დაგუგლო და ის რა ქვია რომ პილოტიო არა ეს რა ქვია ვაჟიშვილი დავრჩებოდიო ანუ არც ერთი ქალი არ გამეკარებოდაო რა ეხა იმიტომ რომ სუპერსლავი გახდებოდა ქალი ისეთი ბანძი ვიზუალი მაქვს რომ არც ერთ ქალს არ მოვეწონებოდი და ეხა ნახან ლივერპულში თამაშობდა ხო გასაგები ხო და რა ვიცი კრაუჩი ხა ისე მოვიტანეთ თუ არ მგონია ვაჟიშვილი დავრჩენილი ყავდა თუმცა რაღაც სხვაგე იმდენად ხო რა ბავშვობიდან უკვე ჩართული ვიყავი ხა დედაჩემ არ შეიძლება ეს ინტერვიუ ნახოს ფიქრებს რომ ეს რა ქვია მოცეკვავეო იმიტომ დედაჩემს უნდა ძალიან მოცეკვავე გამოსულიყავი ხა მე და მოცეკვავე ანუ მაინც სპორტული ვერ გეტყვით იმიტომ ძნელი მაგალითად ფეხბურთი ვერ მეთამაშა რაღაცა უნდა მოვიგონო და არ მოვიგონებ არც მაგ ნაფიქრი მაგას. ესე იგი იმ დონეზე გიყვარდა ფეხბურთი რომ არც კი ფიქრია არ გაგიხი. სხვა გზა არის. მესმის კი. და რა პერიოდი იყო? 90-იანები. ხო, 91-იანი ვარ ახლა. 80-იანები 90-იანი. 2000-მდე ხო სიბნელე იყო სიტყვაზე რა. გასართობის. სწავლობდი ბანძი იყავი. არავის არ მოწონდი, არც ერთ გოგოს არ მოწონდი კლასში, მაგრამ ვსწავლობდი რაღაცა ის მოწესრიგებული ტიპი იყო. ჩანჩურა უნდა ყოფილიყავი, ქუჩის ტიპი უნდა ყოფილიყავი. ფეხბურთი გეთამაშა, ქუჩაში უნდა გარიყავი. სხვა სპორტი არც განიხილებოდა. ჩვენ ასაკს მაგრად გაგვიმართლა ისე მაგ შესაძლებლობებში და თავისუფლებაში. ხო, თქვენ კი. თქვენ წარმოვიდგინეთ, მე ვარ 2004-იანი. მე 2001-იანი. აი გაგას ფეხბურთი ეთამაშა ჩემი აზრით. არა, გაგას კალათბურთი უნდა ეთამაშა ჩემი აზრით. მე კალათბურთის მიყვარს ჩემი საქმე, სადაც ვაკეთებ. ანუ რთული პერიოდი იყო, ასე რომ ძალიან ბევრი კიდე კაი ახალგაზრდას დაიკარგა რა. როგორც ვიცით, ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ წნეხს გადიან ახალგაზრდა ფეხბურთელები დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ შეძლებენ თუ არა ტოპ ლიგებში თამაშ და ტოპ საუკეთესოს მოპოვებას აქ მაინც და რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომ იბრძოლონ ამისთვის? აი უკვე შენ თქვი იბრძოლონ. ანუ დანებებას ხო არც უნდა იფიქრო და რა თქმა უნდა, ანუ შრომის გარეშე, ჩემთვის ნიჭიერი ადამიანი არის, ვინც არის მშრომელი.
უნიჭიერია და არ არსებობს, ანუ ვინც არ იყენებს თავის ნიჭს, ისა უნიჭო. და ვინც იყენებს მაქსიმალურად და მაქსიმუმს იყენებს და თავის თავს სწურავს, ისა ჩემთვის უკვე ნიჭიერი ფეხბურთელი. მე ესე უყურებ და დანარჩენი ხა მე მგონი არ ვიცი ხა ბიჭებსაც ჩვენ ფეხბურთელებს ინტერვიუებს უსმენ ხოლმე რა, ანუ სულ არის ესეთი სლოგანი, რომ აი ის კვარა არის, მამარდა არის, თუ ქოჩორა, თუ კაშო, თუ ვინც არ უნდა იყოს, რომ თავარი არის მიზანი. აი ინგლისელებს ეს dream is coming true, რა ანუ სიზმარსაც არ დავარქმე, ანუ მიზანი უნდა გქონდეს. აი მიზნის გარშე არ ხო, რაღაცა სიზმარი როგორ არის, იცი, რაღაცა უფრო ოცნება, კი, ოცნებაც კაია, მაგრამ აი მიზანი კიდე სხვა რამე, არ ვიცი, შეიძლება ვერ გადმოგცემთ ისე, მაგრამ ჩემთვის მიზანი, ხო, აი ოცნება მაქვს, ოცნება არ უნდა იყოს. ანუ ოცნება შეიძლება ვერ აიხდიო. მიზანი რო გაქვს თან ხო სახავ გზას იმ მიზნამდე რომ უნდა მიხვიდე და მეც ეხლა თქვენ რომ მუშაობთ სიტყვაზე რაღაცა ხო გაქვთ ის ხო ჩამოწერთ რაღაცა 6 თვის 1 წლის ავი ხვალინდელი გრაფიკი რაღაცა აი ხვალინდელი გრაფიკს რო ტელეფონში ხო ჩაწერ ხოლმე რაღაცა რომ შეხვედრა მაქვს ის მაქვს ეს მაქვს და რომ გადახედავ მე ხვალ საღამოს და 10 საათზე გადახედი და ყველაფერი გააკეთე ხო მონიშნული ხო ანუ ესე იგი ხო ესე იგი მაქსიმალისტი ტიპი ხარ, ანუ ყველაფერი გააკეთე. რაღაცამ ხელი არ შეგიშალა, თუ შეგიშალა ხო ეცადე. რა თქმა უნდა. ხო და მაგას ვამბობ, ანუ მარტივად რა, შენ რო ხვალინდელ დღეს გეგმავ, ეგრე არა დაგიგმე რა, რაღაცა რო აი სად გინდა თამაში. გინდა ბრიტანეთში თამაში ინგლისში, ანუ ესე იგი რამდენი უნდა იშრომო. გინდა იმაში რა ქვია, წადი, რავი, კრასნოდარში. სიტყვაზე იმაში, მოსკოვში თამაში ან რაღაცა ახლოს სასო ხო ერევანში თამაში უფრო ნაკლები უნდა და იმას ქნა. დაიხარჯო. თუ მიზანი გაქვს დიდი, ხო, მიზანი გაქვს და შენ მარტო ის გინდა რა ქვია. ბარსელონაში თამაში არ გამოდის. სიტყვით ვერ ითამაშე. ფათაშორ ძალიან ბევრია ეგრეს რომ უნდა, მაგრამ ის რა უნდა და თან უნდა. აგერ ხედავთ რომ ძალიან ბევრია ისე რომ დაისახა მიზანი და არაერთი კვარადან დაწყებული და კიდე ეს ლივერპულში მამარდა. ერთი სიტყვით უფრო და უფრო მოდის ახლა ჩვენთანაც გაგას უფრო აქვს შეხება კემპიდან გამომდინარე, კემპის დირექტორი არის გაგა და უფრო აქვს ახლა შედარებით პატარა ასაკის ბავშვთან და აქ მე რამდენი მოსულა, იმდენი ისეთი мотиваციით მოდიან ბავშვები და აი ეს როლ მოდელი რასაც ქვია, ეხლა რომ ადრე თუ იყო რომ სხვა შორის იმან თქვა რა, ჩვენმა სტუმარმა თქვა ერთ-ერთმა არ მახსოვს რომელმა რომ ადრე თუ იყო რომ უყურებდნენო კვარას, უბრალოდ რონალდოს, მესის ეხა უყურებენ ქართულს ხო შეუძლია და ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა. მე ხა მურთას მანქანა გავაჩერე, რაღაც 2 წუთის სავალზე რაღაცა ამაზის კვერი გამოვიარე და შემხვდა ხა მაგ მაისურებზე გამახსენდა. ერთ სკამზე ბიჭები იჯდნენ რა. იჯდნენ 1-6, ერთ სკამზე, მე რომ გამოვიარე 1-4 კიდე რა. 10 ადამიანი ჩამოთვალე, 10 ბავშვი. 900-ზე ცვა ნაკრების მაისური. ხო, ეგ არის ყველაზე. ეგ უკვე ბედნიერებაა, რომ ერთ პატარა სკვერში 2 წუთის ან აქ ფეხით ვიარე, 10-დან 9 ბავშვი. ის მეათე ეტყობა ეს იყო, ჭადრაკიევასებოდა რა. ანუ რაღაც გაურკვეველი ფერის ისეცვა რაღაცა მაისური ვერც მივხვდი, ხო და ანუ კიოლინგი. ხო, ანუ ძალიან მაგარი რამეა, ეგ უკვე რა ხან ეს დაინერგა უკვე ბავშვებმა ხო, ჩემ დროს ახლა ბარსელონას მაისური გეცვა, რავი, რეალ მადრიდის, რაღაცა ეს მანჩესტერის ვერ გაიგები რა ეროვნების ხარ საიდან შეიტანა ყველა დიდმა ფეხბურთელმა თქვენი ჩათვლით. საქართველოს. კი, ნუ თაობები რა თქმა უნდა, თაობებმა, უბრალოდ ამ თაობამ, ამ ბიჭებმა, ვინც ახლა ნაგრებში ყავს, ნუ ამათმა აი როგორიც ყველაფერი ერთად გადატეხეს რა უკვე. და ისტორია დაწერეს, ხო? ნუ ისტორიას დაიწერა და რა თქმა უნდა, ეხა ამ ისტორიას ხო იცი ის უნდა უკვე. აბა ეხა ხორცი უნდა შეესხას. უბრალო ხალხი ვინც არ ვართ ეგ მაგ თემებში, როგორი ამაყი ვართ და თქვენ როგორი ამაყი იქნება წარმოვიდგენია. თქვენი თაობის არა მარტო, თქვენი როგორც ანუ ფეხბურთის ფედერაციის წვრილი ძალიან დიდია, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ რა ვიცი, სულ იყო ხოლმე რაღაცა კრიტიკები ის, მაგრამ ანუ აი რაც მარტო აი ეხა ეგ რო თქვით რომ ამდენ ადამიანს აცვია ეგ მაისურა. რა ურთავს. ეგ თქვენი დამსახურებაც არის. ქართველებს აკომას თქვა რომ პოლიტიკა და ფეხბურთი ყველა მიცის და ამ ქვეყანაში რაც არ უნდა კარგი იყოს ძმაო. კი, კრიტიკა ძალიან კაია, აი ძალიან და მე მომწონს. უბრალოდ ხო ეხა ადამიანები ვართ რაღაცაზე ნერვები გეშლება, ეხა ბოლოს
იმხელა კრიტიკა იყო ხოლმე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. მე ხა აღარ ვიტყვი რა და როგორ აი ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ჯგუფიდან გავედით. ხო და ნუ ჯგუფიდან კიდე არ ვართ გასულები და ნუ აი იქ ისეთი რაღაცები მესმოდა რომ აი მეგონა რომ რავი ერთი 64-დან 2025-მდე სულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობ და ხო აი რაღაცა კიდე უკმა მეთქი გულში გავიფიქრე მეთქი ხო პირველად გავარდით მეთქი ევროპის ჩემპიონატი ანუ ეგეც კაია რა რატო იცი არა აი დედას გეფცები თუ ამას სერიოზულობით არ ვამბობდი რა ყველა ჯანსაღიც რო არ იყოს მაინც ვიღებ ჯანსაღად იცი რატო იმიტომ რომ რაც არ უნდა ილაპარაკო თქვენ კარგიც და ცუდიც ხო ანუ კარგად გამიგეთ ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ისე რა ქვია როცა პროფესიონალი არ ხარ ხო აი როცა სიტყვაზე პროფესიონალი ფეხბურთელი არ ხარ როცა პროფესიონალი მწვრთნელი არ ხარ და ადრე კიდე არ მესმოდა რა როცა ფეხბურთელი ვიყავი აი მწვრთნელებზე ფეხბურთელებიც ვლაპარაკობდით რა ნუ ის მწვრთნელს აკრიტიკებს ყველა ხო მაგაზე ტყვი ხო და აი ხა ეს ვიგზენი რა რომ პარალელი გავავლე რომ აი რაღაცა რამოდენიმე წლის წინ მე ვთამაშობდი აი რაღაცა მწვრთნელს რაღაცა ხო ბიჭები ჩავიკედებოდი ხოლმე და ნუ რაღაცა საუბრობდით რა ეხა შიდა სამზარეულოში რომ მწვრთნელზე პირობითად თქვენ ხარ გულშემატკივარი თქვენს ხო საუბრობთ ჩვენზეც და მწვრთნელზეც ხო და თქვენ წარმოგიდგენთ მწვრთნელი როგორ წლეხში აი ვიზე უნდა თქვას რა ხო აი არაფერი შანსი აღარ ანუ თავის თავზე უნდა გადაწყდეს იმ მაგიტოა რომ ყოველთვის ფერგისონმა თქვა რა რომ თამაში ვაგებ მე თამაში იგებს გუნდიო ხო ანუ ეგ სიმართლის ძალიან დიდი პროცენტულობა იქიდან გამომდინარე რომ თავის ბიჭებს დაანახა რომ წნეხი მოუხსნა გასახდელში თქვა ერთხელ ძალიან მაგარი რამე ეგეთი რაღაც თქვა რა რომ ისე რა ქვია ანუ ლაღათი თამაშეთო და თუ წააგეთო მე ვარო პასუხისმგებელია ეგ ფეხბურთელის რა არის იცი ვერ აღიქვა რამხელა სტიმულია რომ მწვრთნელი მაგას გეუბნება და ჩემ ფეხბურთელობის დროს სხვათა შორის ძალიან კარგად მახსოვს პროსინეჩკი თუ გახსოვთ ხორვატი ფეხბურთელი პროსინეჩკი და გაგას არის მახსოვდება ეჭვი ხო აი ნუ ორივე ბარსელონა რეალი და ნუ დახვეული აქვს ბურთი სადაურიაურად ხორვატი აი შუკერის და მაგათი თაობაა შუკერი მახსოვს და ეგ იყო მე რომ თურქეთში თამაშობდი შოთი იყო მთავარი მწვრთნელი იმაში კაიზერში და შოთი წავიდა და მოვიდა პროსინეჩკი და პროსინეჩკიმ გვითხრა გასვლაზე უგებთ გალათასარაის ხო სტამბოლში 1-0 ვიგებთ ავეთ მე-20 წუთზე შევაგდეთ გოლი და 20 წუთიდან 25 წუთი სანამ დამთავრდა პირველი ტაიმი როგორ ვიჯექით იცი აი ავტობუსიო ჩავა ორი ავტობუსია და რო შევედით პირველი ტაიმის მერე დაანგრია გასახდელი აი პირდაპირ აი ამ სიტყვით თქვი ესე გვეუნება რა და ის ვერ თარგმნის ვიც არის ხო ის თურქი ვერ თარგმნის რა ხო და გადაუთარგმნეო გინდა თუ არაო თქვენ ხო არ გარეკეთო ბიჭო პირველ ტაიმი არისო თან ბოლო წუთი კი არ არისო რა დღეში ხართ თავდასხმას შეუნება შენ თავდასხმალი ხარ თუ ისა მეკარეო თავდასხმალი მე რა გინდა უკარებში ანუ რას გვეუბნებოდა იცი ბიჭო ფეხბურთი თამაშეთ მაგას მირჩევნი ახლა გახვიდეთ მეორე ტაიმში 5-1 წააგოთო ოღონდ შეუტიეთო რაღაც აი უკვე რა დავინახე იცი რომ მენტალიტეტი ხო არა მენტალიტეტის და როგორი ტიპია იცი ანუ არ უნდა ეგეთი ერთი თამაშის მოგება ძლივს იმიტომ რომ კაცი წინ იყურება და სიტყვაზე სეზონის მოგება უნდა და შენ ამ სამქულას ეჭიდავები რომ აუ ამ სამი ქული და მე რა შვები მე შემდეგ თამაში ანუ ესე უნდა ითამაშო კიდე ანუ მაგი დაგვანახა რომ მე აქ მოსაგებათა ვარ ჩამოსული არა ერთი თამაშის არა და რაღაცა სეზონიდან გამომდინარე რა პერსპექტივაში რო იყოს წეგან სხვათა შორის რო ახსენეთ აი სიტყვაზე ჯერ ხო არა პროფესიონალი ადამიანი როგორც წეგან თუ ეხა საქართველოში რო ყველა ფეხბურთი და პოლიტიკაში ეკება მაგრამ არ თუნდაც პროფესიონალი იყოს ნახე მე რასაც ვუყურებ იმიტომ რომ მე თვითონაც მუშაობდი გუნდში რა ანუ იქ კიდე ცალკე აი ხა შიგნით რამხელა რაღაცა აი ვინ იცის ეხა იქ გასახდელში არა სიტუაცია არის ან ვინ როგორ თქვათ გზნობს თავს ეხა იქ ხო გარეთ არ გამოდის რა და ეხა მე წარმომიდგენია წერა თქვენს რო თქვით ეხა მე წარმომიდგენია მე რომ ხდებოდა და მე რო შევწუხდი თქვენ როგორ შეწუხდებოდით მაგას და ეგ კიდე ცალკე ფსიქოლოგიური მომენტია ხო ამბობ აი ალბათ დამეთანხმებით რომ ანუ ამ ბიჭებს ყველაზე მეტად რაც აქვთ ერთი კიდე ისაა რომ ანუ აი მენტალიტეტი და გამარჯვებულის მენტალიტეტი რაც არის რა არის თან ისი თანამედროვე ფეხბურთი ახლა საერთოდ ხანაირად მოქმედებს და რატო ძველად იწერებოდა პრესაში კომენტარების გარეშე იყო პრესა და გაზეთში წაიკითხავ
დავიდა და მე ილაპარაკებ სარბიაში ახლა მოტკუთხედში შედიხარ და ყველაფერი ცუდის და კარგიც ახეზე გეფარება რა და ფეხბურთელისთვისაც რთულია. შეიძლება ხალხს გონია რომ ვერ ნახულობს, მაგრამ ძალიან ბევრია რომ მაგითიც ინტერესდება. თავის თავს დაგუგლავს რა ხდება ახალი სოციალურ ქსელშია 99%. კი, ზუსტად და ეგა. თქვენ როცა ნაკრებში თამაშობდით, მაგ დროსაც იქნებოდა რაღაც ეგეთი ამბები, ხო? კი, როგორ არა. აი ხა უცებ გამახსენდა, მე მგონი მესხზევე თამაშებოდით ლატვია იყო. და 1-0 წავაგეთ. ოღონდ აი მართლა რა უქენით იცი ლატვიას? რო ამბობ ხო ხაზის საკეთ არ გადმოსულა, ანუ მართლა შევჭამეთ, გოლი ვერ შევაგდეთ, ბურთის პრობა ქონდა, არ ვიცი, 80-20-ზე, ნუ გოლი ვერ გავიტანეთ და ჯარიმა დაიდო ცენტრში. და ნავესი გამოუშვა და რაღაცა ქარი იყო თუ რაღაცა და ნუ ამ ქარმა წაიღო და სასწაული გოლი გაუშვით. ნაუ წარმოგიდგენია. 1-0 წავაგეთ. ნაუ წარმოგიდგენია. აი როგორ ხასიათზე ვართ ახლა ხო წარმოგიდგენია რომ ანუ ლატვიასთან კაი გუნდი ვიყავით, მოსაგებად მოგება გვინდა ძალიან და მართლა ისე ვითამაშეთ და მოგვინა ფეხბურთია რა. წაგებული თამაშის მერე რაღაცა პატარა წრე ესე დავარტყი ტაში დაუკარი რა გულშემატკივრებს და შევედი რა. იცი ამიქნეს ამასო წაგებაზე ედო და გახარებულიაო ტაშუკრავსო. ანუ ჩემი მენტალიტეტი რა იყო იცი სულ არ მეხალისებოდა წაგებული თამაში ეხლა რომ ლატვის თემა. ხო იმიტომ რომ ინგლისში შენ რო წაგებული თამაში მერე თავი დაუნდა და შეხვიდე გასახდაში გამოგიყვანს შენი გულშემატკივარი და ეგეთ გაგამხნევებს. ხო, არა, გაგამხნევებს და თან გეტყვის რა რომ ტაში დამიკარე. მარტო მოგებულზე რო გახსოვ არა. თან ეხა არ შევადაროთ მაინც და მაინც ეხა კი წამოვიდა, მაგრამ ეხა მე ვიცი და გამიგონია რომ იყო ხოლმე რომ თუნდაც არის საკუთარი ნაკრების აი კაი გუნდის გასაგებია ნაკრების ფეხბურთელზე არ უნდა კონდეს ეხა რაღაც მით უმეტეს არა რა თქმა უნდა ეგ ერთი მომენტი იყო თორე როგორც ფეხბურთი და ფეხბურთელები და ზოგადად ერი ისე გულშემატკივარი მაგრა გაიზარდა კი რაც მე ეხა ეს ბორო წლები ვნახე და დააკვირდით იმას გულშემატკივრების ეს ფანზონა რო გვაქვს ხომაგების ხო ესეთები იყვნენ ესე ჩანდნენ და დღეს უკვე რავი ბოლო თამაში ვითამაშეთ უკვე ნახევარზე მეტი ტრიბუნა იქით მთლიანად ანუ ეგ უკვე ინტერესია ძალიან დიდი ახალგაზრდები არიან ძალიან ბევრი ანუ გოგოები ბიჭები ძალიან გაიზარდნენ ძალიან და სასიამოვნოა იმიტომ რომ ეგ არის ანუ შედეგსაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია რა როგორც კაი მხრივ მოწამვა ამ ადამიანების ახალგაზრდების ისე გულშემატკივარიც იზრდება ეხა ჩამოვიდნენ თურქეთის თამაში იყავით გერმანიაში არა მაგრამ მე ვიყავი სამაგიეროდ იმ 50000 ბედნიერ ადამიანში ვინც ევროპის გასვლა დინამოდან ნიზე იმადა საბერძნეთი ხო საბერძნეთთან და აი რატო იცი ნუ საბერძნეთის თამაში ჩემთვის არის ეგ არის ისტორია, იმიტომ რომ ეგ დარჩება ყოველთვის ისტორია, პირველი ფინალი იყო, რომელიც გავედით. ანუ საბერძნეთს ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერც პორტუგალიის მოგება, ვერც ესპანეთს ანუ ფინალიც ვერ შეცვლი და ფინალამდე, თორე ფინალი შეცვლიდა. ეხლა რომ მოგვეგო და ის ხო ხო, მაგრამ იმიტომ რომ ყოველთვის ფინალი არის ფინალი. ფინალი მოვიგე და გავედით, ფინალი მოვიგე და თასი ავწიეთ, მაგრამ საბერძნეთის თამაში იყო, მაგრამ თურქეთს რატომ ამბობ, იცი რომ ეგეთი გულშემატკივრობა იქთან. იქ თუ აი თურქები წარმოიდგინე გერმანიაში ვიყავით 50-50 იყო რა. წესით ესე უნდა ყოფილიყო. ხო. და ნუ აი რა ხდება. იქ თურქებთან ვიცით რომ გერმანიის მეორე აი სა გერმანია თურქების მეორე სახლი ხო? ეგ ყველა მიცის. სასწაული ხდებოდა. და ისე აი გულში ისე ჩამჩამო თამაში წავაგეთ, აი რაღაცა გულშემატკივრობაც მრავლად იყვნენ და დაგვჯავნეს და მაგრამ ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ჩვენ ამაყები ვიყავით. ჩეხეთთან რო გამოვედი და რო გავიხედე სტადიონზე, ჩვენი ფერი უფრო მეტი იყო რა დროშა რა. კი. და ნუ პორტუგალიას და ვერ ვიტყვი უფრო მეტი იყო, მაგრამ ნუ პორტუგალიასთან ისეთი ემოციები იყო. სხვა შორის ისო ახსენეთ, მე გეტყვით თუ მინდა რა გადაფარავს. სოფლიოზე გასვლა გადაფარავს. ხო, ეს უკვე სხვა ის არის რა ქვია. გადაფარავს მაგოც და კომპეტიშენ არის უკვე რა, სოფლიო ის ევროპა იყო, ეს სოფლიო. ჩემი აზრით სოფლიოზე გასვლა იქნება, აი თბილისში ეს 2 დღე გავუკვდება. არა, 2 მინიმუმ, სადა მე შეიძლება გამოვიხილოთ ეს დალევი და 26-ზე სხვა შორის ერთ უცებ მეც ვიტყვი, საბერძნეთის თამაშზე როგორც კი რა ვიცი მე მგონია რომ რავი ფეხბურთთან მიმართებაში კი არა, საერთოდ ცხოვრებაში რავი ალბათ
მარტო რაღაც შვილი რომ ეყოლება მაშინა რაღაც ეგეთი, იმიტომ რომ ეგ ანუ მე ვიყავი ჩემ დეიდაშვიდან ერთად ვიყავი და ანუ მართლა ვიძახი რომ გადმოცემით ვიცი რა ბოლო 10 წუთი პენალტი რო დაინიშნა რა ამჭირდა, იმიტომ რომ მე არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს, მარტო ის მახსოვს რომ ყველა რო გადავიდა ვიღაც ტიპი აქედან გამე, ანუ მე გაშშევ ესე ვიდექი, ანუ რო გავიაზრე რა მოხდა და ანუ იქ რო ვიყავი მე და ჩემი თვალით რო ამას რო შვილს მოუყვები მე და რაღაცა ხო წარმომიდგენია. ეგეც მაგარი სლოგანი იყო. გახსოვს? კი. აი მაგანიც ამხელა ის როლი ითამაშა ფეხბურთელებში. ხო, რო ანუ იმას თამაშამდე იყო, არ შემეშალოს. ალბათ ლუქსემბურგის მერე და საბერძნეთამდე თამაშამდე იყო ძალიან მაგარი სლოგანი. აღარ მახსოვს აი ეგ რო გაგეკეთებინა შენ მოგებულის თამაშის მერე უკვე აღარ იქ პრემიერმაც მაგრა ანუ ეგ არის მთავარი რომ დარწმუნებული უნდა იყო აი ფეხბურთელები იმიდან დარწმუნებულები იყვნენ რა უსმინეს იქ პრემიერის ინტერვიუ იყო მახსოვს ირაკლი კობახიძემ თქვა საქართველოს ბანკმა მერე სლოგანი გამოუშვა საქართველოს ბანკის სლოგანი ის არის ხო თამაშამდე იყო ძალიან მაგარი სლოგანი უბრალოდ სიტყვები აღარ მახსოვს მოუყვებით ეგ თამაშის მერე იყო უკვე ისტორია ხო ეგ მე ხაჩი მე თვითონ ვფიქრობდი მაგას რომ მეთქი რო გავიაზრე რომ ისი მომსწრე გავხდი ჩემი თვით ეხა რო უყვებოდნენ რომ აი დინამომ იმას რა ქვია მოიგო და რაღაცა 80-ში დავიბადე მე და გავიდა 40-ში რომ მოუყოლიათ ჩემთვის ეხა მე რო წარმოვიდგინე მე მოუყვებოდი ხო მაგრამ ეგ შენ ხო ვერ აღიქვი ეგ მე ვერ ჩვენ ვერ აღიქვით ეს აი ხა მამაც შემეითამაშა ეგ ფინალი და თასი მოიგეს და 13 მაისს ხო მოიგეს 17 მაისს ჩამოვიდნენ რატო ჩამოვხდით მეთქი გერმანია 17 რეისი არისო არა ხო დროების შედარება არის ხო მიხდი რა და ეხა მაგის მომსწრე არის სიტყვაზე 13 მაისის ნუ დეჩემი ეს ბიზაჩემი და ისინი და აი მეუნებოდნენ რომ ეხა რაც ხდებოდაო საბერძნეთის თამაშის მერე და პორტუგალიას მოუგეთ შედარება არ იქნებოდა დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ თქვენი დამსახურებასა ხო თქვი აი მართლა გულწრფელად ვამბობ ამას იმიტომ რომ არ ხართ სხვაგანაც მithkoms და რა ვიცი აკოს ყველა აბსოლუტურად ჩათვალეთ რომ ანუ ეს არის ფეხბურთელების მუშაობის იგივე ის რებრენდინგი რაც არის ალბათ მაგასაც ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მაგრამ თო ნაკრები საერთოდ სხვა ეტაპზე გადავიდა მაგით რა ის იქ ლოგოში აი ის მიდიოდა რა ჩემი აზრით იმწაგებული ფინალის მერე ყველაფერი აქამდე მიდიოდა კი ეგ აი მოხასასაც ამბობ ეგ ეტაპობრივად ყველაფერი ჩემ თავზეც ვიღებ მაგას რომ მეუნები რა ხო რა თქმა უნდა არა ხო იმიტომ რომ ეგ ყველაფერი ანუ სტრუქტურასავით არის რა წარმოიდგინე რა ფედერაცია მუშაობს სწორად მერე მოდის უკვე პირველი ნაკრები 21 წლამდე ყველაფერი არის გაწერილი სადღაც შეგეშლება, სადღაც გამოჩდება მე. ხო, გაგაწნავს სილა საფეხბურთო ის. ასე რომ რო გადახედო ყველაფერს წლების უკან რო გადაახვია 5, 6, 7 წელი, ისიც ჩათვალეთ, ის წინაფინალიო წავაგეთ. ისიც ძალიან დიდი რეზულტატი იყო ჩვენთვის. უბრალოდ წავაგეთ და ნაწყენები დავჭით. და კოვიდი იყო და ანუ ცოტა ცუდი პერიოდი იყო. არ გაგვიმართლა თან? ხო, მაგრამ ნახე ფინალამდე ხო გავედით. რამხელა რამხელა წარმატება. ეხა სპორტია რა, ხან წააგებ, ხან მოიგებ, უბრალოდ ჩვენ ეხა აი ეს 20 რამდენი 30-33 წელი ხო რაც ეს გადავტეხეთ ჩვენ. სულ ანუ ბარიერი უკვე პირველი ის შავი ბარიერი უკვე აღარ არის. ასე რომ ხო რა ხო ნავსი გატყდა უკვე მაგას ვამბობ. თორე იმ ნავსამდე ხო იქ ერთი თამაში იყო დარჩენილი. მაგრამ რამხელა წარმატება მოიტანა ვაისმა და იმ ბიჭებმა ვინც იყვნენ მაშინ. ასე რომ ეს ყველაფერი არის ესე უყურებ მე რომ როცა აი წერთ ამ განრიგს, დღის განრიგს, თვის, წლის და წლების განრიგს ხო? მაგას ვამბობ რა, ანუ ფედერაციამ იმუშავა სწორად, შეარჩია სწორი მწვრთნელები ყველა ნაკრებში. აბა ნახეთ ასაკობრივება რა ქნეს, 21 წლიანება რა ქნეს. პირველმა ნაკრებმა ფავორიტს მოუგეს კლუბურ ეტაპზე რა. ვის ქონდა იმედი რომ აქ რო ევროპის ჩემპიონატი იყო კლუბიდან მაგასაც ჩემი თვალით უყურეს საერთაშორისო. ასე რომ აი ყველაფერმა ერთად იმუშავა რა, ანუ არ არსებობს ფეხბურთში, აი მერწმუნეთ, არ არსებობს ფეხბურთში პირობითად რა, აი კვარა, მამარ და ვერ მოიგებს ფეხბურთს მარტო გამორიცხულია. მესი ვერ მოიგებს მარტო, მარადონა ვერ იგებდა. უბრალოდ ესენი უფრო ჩანან, იმიტომ ძალიან ეხა ვარსკვლავები არიან. თორე ეხა გამოვაკელი ქოჩორაკიტე
იმას კანიჯა გამოაკელი მაშინდელ არგენტინას და იმ რავი კემპესი და მემპესები და ისინი გამოაკელი და მამარდა აღარ დააყენო კარში და სიტყვაზე ვამბობ რა კვარა აღარ იქნება ის კვარა მამარდა აღარ იქნება ის მამარდა ანუ თან ეს ხო სისტემა არის რაც ანუ კიდე ცალკე მუშაობა რასაც თქვენს გექნება დიდი მაგაში რომ ანუ ის თვითონ ანუ სელექციის ნაწილში და რაღაცა ეხა ახსენეთ სხვათა შორის კანიჯა დააკომ მითხრა რომ კანიჯას ამბავი უნდა მოაყოლო აუცილებლად და ეგ ამბავი რო არ მოყვეთ არ შეიძლება ოღონდ რა ამბავია მართლა არ ვიცი მაგას ვერ მოყვე ვერა ეგეთი ამბავია მაგას ვერ მოყვე ანუ ხუმრობით მითხრათ როგორ ჩას მაშინ ის ამბავი შონ კონერზე თუ კიდე მოგიყვებით მაგრამ კანიჯაზე ვერ შონ კონერზე რა შონ კონერზე რავი თუ იცით ისტორია მამა ჩემზე რომ ვიღადავე არიცით? არა, აუცილებლად მოგვიღეთ. არა, შეიძლება მე გამომჩა სადმე არ მაქვს ოსვენი, მაგრამ მაინც ეს ინტერვიუში მოვყევი და ნუ დღესაც ტრიალებს Facebook-ზე. ეს ნუ შონ კონერი ცხონებული ცოცხალი რო იყო, ნუ რეინჯერსის შოტლანდიელია ხო იცით ხა? კი. მსახიობი ხო იცი? შენ ისეთი პატარა ხარ, ის რა ქვია? James Bond. ის მაინც გექნება მოსმენილი კაცებში რომ მოყვა შოთი. პოკერის ამბავი. 007. ხო და ნუ შონ კონერი ხა შოტლანდიელი, ჩვენი გუნდის გულშემატკივარიც, ნუ რა ვიცი. გასახდეში შემოდიოდა როგორც ნუ აი როგორ შემოდიოდა, იცი, აი ხა როგორც გააღო კარი შემოდიოდა, ესე ვიყავით, ხო იცი მართლა რა. ხო და ნუ კოპენჰაგენში თამაში გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე და გადამწყვეტი თამაშია მოვიგებთ, ქვეჯ ჯგუფში შევდივართ. ერთი თავს ვაგებდით, არტეტამ შეაგდო 1 და ბოროწუძე აგდებს შოთი. 2-1 მოვიგეთ. მაგარ ხასიათზე ვართ. გასახდელში შემოვედით, ნუ რა ვიცი, არა, შამპანიური გაასხეს ისა. როგორც ხდება ხოლმე. მიდის მუსიკა ჩართული აქვს რაღაცა და ნუ შონ კონერმა დაიწყო შემოსვლა, რომ ანუ თამაშია და უნდა მოგვილოცოს და პირველი ვზივარ, ანუ გასახდელში რო იწყება ეს ბენჩი რო იწყება, პირველი ვზივარ რა. და გვარს ვერ ვიტყვი ხა ვინ მირეკავს რა, ჟურნალისტი. მაშინ სად იყო WhatsApp-ი და Viber-ი და ის. მაშინ რო რეკავდი სახსყიდდი აქ, ხო იცი, ეს რა ქვია, აბა ბრიტანეთში დარეკვა ეხა არ გინოდა ხო და ზარიო შემოვიდა რატომღაც მართლა დედაჩემი მეგონას რომ თამაში დამთავრებული არ იყო, ხო 99 წუთზე მირეკავდა ხოლმე და არტიშავდა რა, სანამ არ შემოვიდოდი. და ეხა ისე თამაში მოვიგე, მე დედაჩემი მირეკავს მეთქი და დავხედე ტელეფონს, ანუ ეგრევე ავიღე დარწმუნებული დედაჩემი და ჟურნალისტი. ხიზან გილოცაო რა ურა მაგარია ქართველი? ხო, ქართველი. ვა, მე ვთხარი გვიცანი რა. რა შვები მადლობა და შოკონერმა დაიწყო ჩემთან წამოსვლა ესე რა. და რო წამოვიდა მართლა იცი ამ ხელა იყო 2 მეტრიანი ტიპი იყო, ესეთი ძალიან სიმპათიური და ესე ხელიო გააკეთა. ხო და გამიტყდა ხუაზე ხა ტელეფონზე რაღაც და მე გადმოგირეკავ მეთქი. გადამრეკი ნაღდი არ ვიყავი ახლა. აუ თემს გამოვედიო რა, არ გამითიშო და კარჩე დავდე ტელეფონი ჩართული ესე რა. და რომ მოვიდა ჩამეხუდა მომილოცა რაღაცა ესე მომკიდო ეს ხელები რაღაც ხუაზე ხა მაკოცა და წავიდა. და ეს ტელეფონი რო ავიღე ხო და ვა აქ ხარ მეთქი დავით მეთქი და კიო და ვინ იყო ის რა ქვია ხმა ისმოდაო ხო და ბიჭო შონ კონერი იყო მეთქი რა და იქიან აი ესეთი ხმა ვინო შონ კონერი მე ვთხარი და მე როგორ ვეუნები იცი აი როგორც ხო იცი აი ძმაკაცი რა შენ და რა უნდოდაო და ბიჭო რა ვიცი მე ვთხარი რა უნდოდა და შემოიხედა გასახდელში მეთქი და რომ დამინახა შენ ოდარას ბიჭი ახლა რო 91 წელში თასი რო აიღეო და ბიჭო მართლა ხო აი რამხელა გადაობის ის და ის რა ქვია და გადავიდა მე სხვა თემაზე და ეს გაატარა ხო და სხვა თემაზე გადავიდა და არჩი მე ბოლოს ნუ მომილოცა ის აბა თქვენიც შოთის ვაკოციო რაღაც და კაი მე ვთქვი და შო ბიჭო მეორე დღეს დაწერა გაზეთში ეს ანუ შონ კონერმა მოიკითხა ხიზანა შენო ნოდარას ბიჭი არ ხარ ვაი და მამა თელი თბილისი მამა ჩემზე кайფობდა მე ეს არ ვიცოდი ეს როგორ არ ვიცოდი მოდი აქ ლეპტოპში გადავამოწმოთ თან მე მოიწონს გაინტერესებთ ბეიტლავი მასტერ ლიგის ის მიმდინარეობს რა ქვია სეზონის თამაში ალბათ ფინალი იქნება მაგრამ პირველ ადგილისთვის ბრიჯი კავკასიის ავტომობილი და
კავკასიის ავტოიმპორტი იგებს როგორც ხედავთ. და სანამ თამაშზე გადავალთ ბოლო იმაზე აუცილებლად ჩვენ როცა ერთმანეთი გავიცანით ასე ვთქვათ, მაშინ თქვეყობოდით როგორც მახსოვს იმ ამბავს გუში რო გითხარით, რაც კვარაზე ლუის ენრიკე მე მგონი რაღაც ხო. და ეგ ამბავი მე მგონი ხალხისთვის ძალიან საინტერესო იქნება და ხო, ნუ ეგ ბევრმა არ იცის, აი 2-1 რომ მოგვიგო ესპანეთმა, მაშინ ლუის ენრიკე იყო მწვრთნელი ბოლო წამსო გახსოვთ ეგ. კი, ვიცი. ხო, გასახდელში გაგვეტანეს გოლი. ხო, და აი მაგ თამაშის მერე რა მე და ვილიც საუბრობდით PSG-ში რომ გადავიდა კვარა, მე და ვილიც საუბრობდით რომ გახსოვსო მაშინ როდის თქვაო და ოღონდ მართლა როგორ თქვა იცი აი შეყვარებული რო ხარ ადამიანზე და რომ შემოვიდა გასახდელში მე ვილიოს ნახარა თამაშის მერე და იქ ვიყავი მეც გასახდელში და ისე რა ქვია ძალიან ეტყობა, კაი, მიხა კვარასგანაც ვიცი უკვე ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ ნუ ეტყობა რა, ძალიან რაღაც ასწავლი ადამიანია რა. ხო და ის რა ქვია, number 7 ესე ამბობდა. ხო და გვარი ვერ გამოთქვა კარგად. ნუ ჩვენ უთხარით გვარი და ესე ამბობდა, ანუ ეხა ესპანეთის მწვრთნელი რო წარმოიდგინე, აფეხბურთელები ყავს და ხო და აი ხო ესე აი სადაც შვილი აი სადაც წავალი ქუნა წავიყვანო რა, ეგეთი ის ქონდა რა ემოცია და ნუ ძალიან გვესიამონა ეხა დიდად ვერ გვასიამონა მაგის სიტყვა ეხა წაგებული თამაშის მერე, მაგრამ წლები რო გავიდა და ეხა რო ესეთი რაღაც ხო და აი ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ეხა წარმოიდგინე ამ ხალხ მწვრთნელია და რამდენი ხანი ეტყობა აკვირდებოდა და როგორც კი წავიდა გუნდში ეხა ესპანეთის ნაკრებში ვერც აიყვანდა კვარას ეხა ძალიანაც უნდა მონდა. ხო და თვალი დაადგა ძალიან დიდი ხნით ადრე და ეს ბევრს არ ეცოდინება ალბათ რა და მაგით ხო გასახდელში მოხდა და არ ვიცი თუ ამოდენიმე არც მინახავს სტატია და მით უმეტეს ესე ჩვენც გაგვეხსენდა ბოლოს PSG-ში რომ გადავიდა კვარა და ხო მერე გავაკეთეთ მაგაზე მე და ძალიან მიხარია რომ ეგრე შეესწმან, იმიტომ რომ ნაპოლიდან რო გამოვიდა კვარა, ნაპოლის ფანებმა რეევიცხნეს просто. ხო, მაგრამ ეგეც ნახე შეხედე მეორე ყველას დაანახა რომ შეცდნენ რა მათ აზრში. ხო, ეგეც ხო რაღაცა ბევრმა პროტესტი გამოთქვა, დაწვა რაღაცა კვარას მაინც, მაგრამ წარმოიდგინე ამ ხელს სიყვარული აქვს. აბა ეხა არა კვარა იყოს და სიტყვაზე არ ეთამაშა ეგრე როგორც კვარა მითამაშა ეგ წლები, რო წავიდო და აუ ტაშით გააცილებდნენ და არჯობია მაიკა დაგიწვან. კიმინჯეც წავიდა ბაიერნში, მაგრამ მაისურიო დაგიწვან, არჯობია რომ ესე იგი რამდენად განიცდიან ხო შენ წასვლას ისე ვიდრე გაგაცილონ იმისი ტაშფანდურით რომ ოღონდ შენ წადი აქ. ანუ როგორც კი კიმინჯე წავიდა რა ვიცი იმ ნაპოლიდან ოსმენის მაგრამ არ ქონია და ეხა მაინც თან იტალიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი რო გახდა და ანუ ყველა ეს სტატუსი რაც დაიმსახურა თან ანუ ვერან ვერ იტყვის რომ ესე რახან ნაპოლი მოიგო და ვინმე სხვა იყო სხვა გუნდსაც რომ მოიგო ანუ ფენომენალური იყო რა ადამიანი მაგ წეს იყო აი კვარა პირველ წელს რაც მაგან გააკეთა ხუჩა ეს არის არ ვიცი საოცრება, აი მაქსიმუმზე მაქსიმუმი რო რაღაც იფიქრო, შეიძლება ეგ ვერ მოგვეფიქრებინა, რომ ნაპოლი ჩემპიონი გახდებოდა, კვარა MVP გახდებოდა სეზონის იტალიაში, ანუ მე რა დროსაც ჩემპიონობა მოანდომა, მაგრამ ადაპტაცია უნდა მარტო ხარ. ხო, ნუ არ გახსოვთ რომ გადავიდა როგორ არ მინდა ეხა ეგ სიტყვა თქვა, მაგრამ ცოტა გვარზე ეკაიფებოდნენ რა, ანუ გოლის გატანა იციო, თუ პენლის დარტყმაო, როგორ ხო, რაღაც ვიდეოც იყო კი მაგაზე მახსოვს. მაგრამ რამხელა ხუჩა ეხა მაგაზე ეხა ფეხბურთზე ისეთი პიროვნება, რომ მანდ უკვე მიხვდა რა უნდა გაიკეთებინა ზუსტად. როგორი პასუხი გასცა თავდაბალი ბიჭია და მაგიტომ ბევრს მერწმუნეთ რომ აი სადღაც 60%-ია მაგის ჯერ კიდე. ანუ ძალიან დიდი რესურსია კიდე რა. და იმედი გვაქვს რა თქმა უნდა კიდე ბევრჯერ გაგვაქვს. არ ვამბობ რომ ეხა ლიგა მოიგო. ამას ვამბობდი 21 წლამდე ნაკრებში რომ ნახე მაშინ პირველად რა. ანუ ძალიან დიდი რესურსი აქვს და ხო არ გონიათ რომ ამით არის განსხვავებული სხვა ფეხბურთი არა. იმიტომ რომ უბრალოდ ყველაზე მთავარი რაც აქვს, ეღარასაც უნდა მიზანი აქვს. რომ სიტყვაზე რო კითხო რა შეიძლება 10 ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. მოიგებს კიდევაც. სანამ თამაშის ფორმატზე გადავალთ, ერთი პატარა ასე ვთქვათ, გადახურვა გავაკეთოთ, პატარა რიქეფი, იმიტომ რომ ჯერ წინა ეპიზოდიც არ დაგვიდია ამ გადაცემას რო წერთ რა. მოგმართავთ როგორც წინა გადაცემაში, ისე ამ გადაცემაში სპონსორებს, იმიტომ რომ მთავარი სპონსორი ჯერ ისევ არ ყავს, იმიტომ აი აქ ამ მაგიდაზე შეიძლება ეხლა თქვენი პროდუქცია ყოფილიყო განთავსებული, ან შეიძლება ამას სხვა სახით ჩაინტეგრირებული ყავით. ასევე
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ TikTok-ზე უკვე 1000 გამომწერს ავწდით და უკვე საბედნიეროდ ბიოში ანუ აღწერაში არის ჩვენი ლინკი მითებული და ვინც მწწერდით რომ ვერ ვნახულობთ როგორ გამოგიწეროთ და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მარტივად ნახოთ. ასევე მადლობა იმისთვის რომ ჯერ მხოლოდ 3 ეპიზოდის შორტები გვაქვს ასეთ გადადებული და უკვე 130,000 ნახვაზე მეტი გვაქვს რა რაც გონია რომ ესეთი ერთი თვის წინ დავიწყეთ და უკვე რაღაც ნახვებშიც წამოვიწიეთ წინ და კიდე ერთხელ გიხდით უბრალოდ მადლობას რომ დარწმუნებულო რომ ამ ეპიზოდსაც ძალიან ბევრი ნახვა ექნება და დრო ჩვენთვის გამოყავით. ძალიან გამიხარდება თქვენი კაი წარმატება. რამდენზე უნდა ავიდეს მითხარი ნახევარი? გაგა სხვათა შორის 10,000. რატომ იცით? მინიმუმ 10,000 გამომწერს როცა ავალთ 100 ბურთს და 100 მაისურს ვათამაშებთ და დიდი ვიდეო გვინდა გადავიღოთ. მე გქვით, მანამდე გეთქვა. სხვა ხო და გაგამ უნდა თქვას თან მოჭრისთვის. განდიოზულ გათამაშებაზე ბურთზე და მაისურებზე და იმაზე ისეთი ამბობია 10,000 კი არა 100,000 არა. მოკლედ, აი იმ ბავშვს დღეს რო არ ეცვა ფორმა მოვიდეს სპორტულ კუთხე კემპში და 99 მაისურს გავათამაშებთ. დავცემთ ნაკრების ფორმას. რაც შეეხება 10,000 გამომწერს, მე და ბატონმა ლაშა ჩალაძემ განვიხილეთ ეს ამბავი და 10,000 გამომწერზე გავათამაშებთ 100 ბუთს და 100 ბუთს თუ 100 ფორმას და 100 მაისურს. ხო, ასე შევტანხმდით. ხო, ამიტომ მაისური და ფორმა? ანუ მაისური თან ბურთს და ანუ 100 ბურთი და 100 მაისური? სერიოზულად. და თან არჩევანი იქნება თავისუფალი, მოხვალ და იმბავშვი არ დაელოდო ისეთი მაისური ეს აი უეჭველი ფეხბურთთან ახლოს არის. ვარ სპორტთან ახლოს არის. ოკეი, მაშინ ახლა გადავიდეთ თამაშზე. მე მოგიტანეთ თამაში, დოლურაში იქნება ბურთები და რომელი გუნდიც ამოვა, უნდა შევაჭროთ ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ ფეხბურთელს ჩამოთვლის მაგ გუნდიდან. მოქმედს თუ ისტორიულად? არა, ისტორიულად როგორც ისტორიულს და მოქმედს. ოკეი. მოკლედ, აქ გვაქვს დოლურა, შეგით არის გუნდები და ტაიმერი 30 წამი ექნებათ მათ რომ მოასწრონ გუნდების კი არა და ფეხბურთელების ჩამოთვლა. თუ შეიძლება დაგითმოთ როგორც ამოიღო? ცივი არც ერთი არის. მენდობი? ცივი არც ერთი არის. შევამოწმო სველია ერთი. ვნახოთ. შური გახსნას უნდა მოიცა. კინდერებით. ხო. კი. არა, ერთმანეთს შევივაჭროთ. რეალ მადრიდიო. მოდი ისინი აქ დავალაგოთ იქ. რეალ მადრიდი. რამდენს შეძლებთ რომ ჩამოთვალოთ? ასევე დაიწყეთ რიცხვი. ანდრე 30 წამში უნდა ჩამოთვალოთ. 4. 4 მე მგონი ძალიან 10 ჩამოვთვლი. 10? 30 წამია. 10 ფეხბურთის მომენტი. არა, რატომ ვერ ჩამოვთვლი? ეხა კი არ ვადენო დიდად თვალს. ანუ ის რა ქვია, ისტორია ვინც გაგვიხარდება, ვინც გაგვიხარდება. 12. ბიჭო, აი ბარსელონას 24 ფეხბურთი ჩამოთვალე, მე ბარსელონა მიყვარდა ბავშვობაში. რეალი არანები ამ რეგასთან. თქვენ ამდენით 12. 12. სასტავი და 1-3. კაი 13 იყოს. 13, 14 იყოს მაშინ. კაი ჩამოთვალეთ. 14? 14 ფეხბურთი 30 წამში. მე დავიწყე. დავიწყე მე. მე დავიწყე, თქვენ რა ჩამოთვალეთ. 3, 2, 1. კასილასი, კურტუა, რაული, რონალდო, ბაპე, ვინისიუსი, კროსი, მოდრიჩი, რამოსი, რამდენია? 9. რამოსი, პეპე, სალგადო, რობერტო კარლოსი, რედონდო. ეგარი. 13 იყო? 13 ხო იყო? არა, 13 იყო. 13 ხო? კაი ბეილი, მე დავამატებ. არა, 13 ხო თქვით? 14, მე არ ვითვლი. კი, მე დავითვალე, არა, 13 თქვით. მე იყო 13, ხო? გრავინსენი ბეილი, რავი რა. ხო, არა, უეჭვი ჩამოთვით ისეაც. ანუ პროსა ერთი რაც გავჩერდი არის. პოსტური რა. ერთი რაც არის, დროს გიჩვევთ რა არ უყურთ. წინაზე შევხედე და წინაზე გაიჭერე. ხო, დრო მე ხო ვერ ვითვლი რა. უბრალოდ მე იმაზე იფიქროთ რა. ესე იგი ერთით ნუს ვარ გამეტავს. ერთხელში ახლა თქვენ გაქვთ საშუალება ამოერჩიოთ. ცივი რომელი იყო? აკეთან. ეხა ვიცი, აი მე ველოდები უკვე რაღაცას ისეც რომ ამოვაქ რაღაცა არ ვიცი. გოლის დილა. ეს რეალ მადრიდი თქვით და სანტრედიის ფეხბურთელი.
ეს გუნდი. შანსი არა. ერთი მე ჩემი გვარი იცის იქ მარტო. Blackburn-ის ფეხბურთელი რეაქცია ხარ როგორიც იქნება. Blackburn-ის ფეხბურთელი. თან ბავშვობიდან დათმო შეგევა Blackburn-ი. აი ერთ სიტყვი მაგრამ რა ლიგას თამაშობს იცი? იცის? Blackburn-ი? როგორ არა? ჩემპიონშიპში არის. ეგ როგორ არ ვიცი. რამდენი ჩამოთვლი და მე გულწრფელად ვიცი Blackburn-ის სამი ფეხბურთელი. შემიძლია თქვა. თქვენ თუ 4 სიტყვით ჩამოთვალეთ და 15. აჩა თან გიდათ რომ ჩამოთვალოთ. მე დიდი სიამოვნებით დაგითხოვთ და 15 მე-5 შეიძლება ვერ ჩამოთვალოთ. 4-ზე იგივე. არა, თქვენ გუნდელებს ახლა კი გაიხსენეთ, მაგრამ ხო, აბა. ერთი თუ წეღანდელივით გაიჭერეთ მე. კაი, მოკლედ ერთი ახლა მიერეკავს. 15 ჩამოთვალო. მე ნამდვილად 3 ფეხბურთელი ვინც ვიცი გეტყვით კიდე. პრესტიჟისთვის ვინმე რომ არის ფიქროს თქვენ ანა შირერი, ენდი კოული. ეს ვინც ცნობილები არიან, ვიცი რომ თამაშობდნენ. მეტი ახლა ნამდვილად არ ვიცი და დანარჩენი თქვენ 15-ს ვებზადებით 15. კაი, მაშინ იმის თქვენ მე დავითვლი. თქვენ უბრალოდ ჩამოთვალეთ. დავიდა. ფრიდელი, მაიკ გრეი, მე, რაიან ნილსენი, ლუკას ნელი, თუგაი, სანტა კრუზი, ბენი მაკარტი, სავიჩი, შირერი, კოული, პედერსენი, კოსოველი კუკი იყო ესეთი, დიკოვი იყო შოტლანდიელი და დევიდანი. ბრავო, რითმს ვაგებ, სხვადასხვა არ წამიგია, ჯერჯერობით მე მგონი ეგნავსიც გატყდება. როგორც ნაკრებმა ნავსი გატეხა, მე სარგადოს და სადღაც უნდა საუჩიო თქვით ის საუჩი არის? საუჩი, უელსელი. არა, სხვა ვიღაცა არის, ხომ ის ქერა იყო ეს. თქვენი ჯერი არის და იმედია სუხოიზე არ წავაგებ. გააჩნია რა გუნდებია. კი, ახლა ნიუკასლი იქნება, რეინჯერსი და ბაიერნი. ბაიერნიც დიდად არ ვიცი, გულწრფელად რო გითხრათ, მაგრამ დათმე მაშინ. თქვენ ამდე ჩამოთვლით. ნახან თქვენ მოიგეთ, თქვენ დაიწყეთ. 1 2 3 ეხა გახსენე მე უნდა გაიხსენოთ. 5-ზე მეც ვერა? ნუ რა ვიცი, 5 ჩამოთვლით, ანუ 5 ჩამოთვლით. კი. აი 6 ჩამოთვლი მე. 7 იყოს. 8. ნახე ბიჭო რაღაც ძალიან კარგად ცოდნია ბაიერნი. რა ფეხბურთელს გავიხსენე რო 9 10. 11 დიზიაში გერმანელი ცნობილი ფეხბურთელი უნდა გავიხსენო რა. 12 ჩამოთვლი. მე გარი ახლა აბა. ვერ ჩამოთვლი. 12 ჩამოთვლი. 12? უპრობლემოდ. 13 ვიცი უკვე და 13. 13 ვიცით, მაშინ მე 14 უნდა ვთქვა აუცილებლად. 14? კაი, მაშინ მე თქვი. არა და ვიც ვერ იტყვი. 9-ის მერე ბლეფი იყო. პირდაპირ გეტყვი. სახეზე გეტყობა ეგ ბლეფი. კაი, ჩართე, გავიხსენებ ვიღაცებს. 14. 14 ვთქვი? მიდი დავაი. 3 2 1. მოკლედ ნოიერი უკვე დამავიწყდა ის ტიპი ვინ არის მე რო გადავიდა. მოკლედ კეინი, ლევანდოვსკი, ალფონსო დევისი, კინგსლი კუმანი, ის რა ქვია, კიმიხი, კიმინჯე, ის რა ქვია, თქვი ეგ უკვე. ლამი, რობენი, რიბერი კიდე კარგად გავხაჩე. მიდი დაფიქრე. ნაბრისანე და დრო ამოიწურა. ვილისანიოლი როგორ დაგავიწყე? მუსიანა როგორ დაგავიწყე? ბიჭო, აგერ ფეხი მოიდეხა. ხალგას და. ვინა? მუსიანა. ხო, ბაზარი არა. ისე მოკლედ სუხოიზე წავაგე. აქ რა, ანუ ეგეთი რაღაცა მართა არ მსახურებდა წაგებას ნამდვილად. აი, ბლეკბერნმა დამღუყათ. მოკლედ ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დრო დაგვითმეთ. იმედი მაქვს რომ საინტერესო გაატარეთ ეს რამოდენიმე. მე კი თქვენ? ჩვენს რა თქმა უნდა. შენ კი, მაგრამ შენ? მეც საკმაოდ ამ მომენტით ვისარგებლებ. მოკლედ თქვენ მოიგეთ ნებისმიერი მაისური, თავისუფალი არჩევანი გაქვთ ჩვენს 20-25 წლის სეზონის მაისურებში ან რეტრო მაისურებში. და რაც შეეხება ბარსელონა ხომ ხარით გუშინ და ბარსელონა.
თქვენ მოიგეთ ერთი და მინდა რომ მაყურებლებისთვის ერთი თქვენ გაათამაშოთ, ავარჩევთ კომენტარებიდან ერთი მაისური თქვენ ამორჩიეთ და ესე იგი ერთი ვიდეოში იყოს ეგეც მოდი თუ გინდა. ოკეი. აკიდან მე ამოვჭრათ მე. კარგი. აუ პიტოპის შევარ აღარ უნდა. ბევრი ის. მაგრამ ჭას გავაკეთებ ჩვენ ან YouTube-ზე ყოველ დადებულ გადაცემაზე, შემდეგ გადაცემაზე ვათამაშებთ ხოლმე და ბრაიანი, ჩვენი ბრაიანი იყო ბოლო გადაცემაზე და ბრაიანის ეპიზოდიდან კი. ნიგერია არჩია. ნიგერია ვენათ რა ნოსტალგია მოაწვა? ნიგერია ჩემო დედულათო, იძახორდა. კაი ბიჭია. ვაიან მაგარი კაცი. მოკლედ. ის აგუნდებია კიდე ორი. არ მახსოვს. ნახე აბა. არა ბაიერნის ფეხბურთელი ნიუკასლი. მიაზე მომზადებული იყო, მომზადებული იყო. ეხა რეიტინგი რო იყოს. და ლივერპული. აი ლივერპულს ყველაზე მეტად გავაკაჩავ. ამბევრი მოიგი ახლა შენ ამბობ დროს ცოტა. არა, სულ ისე წამიგეთო, ბრაიანთან ისე თამაში იყო, რომ მე გამოაცნობინან, რომ ერთად მოვიგეთ. ამ გადაცემაში ხა ლაშასთან რო იყო NBA-ზე იყო კითხვები ამას მაითამაშეს. საკმაოდ მოკლედ მრავალფეროვანი თამაშები, მოკლედ აქ არის კომენტარები. და შეგვიძლია ესე რენდომ გავაჩერო და თქვენ აიჩიოთ, ან თუ გინდათ უბრალოდ კომენტარებს გადახედეთ, თუ იმეს ფიქრობთ, რომ აი რომელიც უფრო გესიმპათიურებათ. აი კომენტარებიდან რომელიც გაგიხარდებათ. ჩემს გამარჯვება. ბრაიანში ლეგენდა კაცო, სადაც შენ ხარ, ყველგან პოზიტივია. ეს ჩვენი თანამშრომელია, მაგას არ მოგებინოთ. ბანდანდესო საქართველოს. რამე გინება დაგვიწერეს, თუ რა იყო? რაო? არა, ბაზი გამეცინე. დედამისის უცებრაიანი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია რომ კუკუშას და რაულას კომედი შოუ და დავაი ეს იყოს. კაი, მოკლედ, კარლო ანჩელოტი მოიგო. კარლო ანჩელოტი მოიგო მაისური, რომლის კომენტარიც იყო დედამიწის ზურგზე ბრაიანი ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ კუკუშა და რაულას დააზადინოსო. მოკლედ მეგობა რომ მობძანდი კემპში და გადმოგეცემა შენი საყვარელი გუნდის და ნებისმიერ კუკუშა წამოაყოლე. ხო, რომელიც ისკიდა 150 ლარიანო აუჩერის გათამაშებას TikTok-ზე ნახავთ, მაგასაც აუცილებლად გავათამაშებთ და გამარჯვებულ შეიძლება რომ მოვიდეს და 150 ლარის ნებისმიერ რაღაცა არჩიოს. მოკლედ, დამშვიდობებაზე გადავიდეთ ერთი სიტყვით. მართლა ძალიან ვისიამოვნე, ალბათ მე მგონი ყველაზე დიდი გადაცემაც გამოვიდა, იმიტომ ბევრი თემა შევეხეთ და ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით და იმედი მაქვს რომ კიდე უფრო ბევრ ასე ვთქვათ, კარგ რაღაცას გააკეთებ. ეს აღარ მომიწევს გადაცემაში, შენ მომიწვია ხომ? არა, მე წყენას გულში არ ვიტოვებ ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მადლობა და საინტერესო ინფორმაციების ისტორიებისთვის. მადლობა. ერთი სიტყვით დაგემშვიდობებით და შევხვდებით. უფრო სწორედ გეტყვით რომ შეიძლება შემდეგ ხუთშაბათს ვერ შევხვდეთ, იმიტომ რომ აგვისტოა შესვენებები იწყება. ჩვენ პატარა რებრენდინგს ვაკეთებთ. შეიძლება გადაცემის ფორმატი არა, მაგრამ ასე ვთქვათ ეს სეტაპი ოდნავ შეიცვალოს. ლამაზი ლედი გვექნება შემდეგი გადაცემიდან, ოღონდ შეიძლება ეს აგვისტოს შუა რიცხვებამდე არ იყოს და ასევე როგორც წეგან თქვი, რაც უფრო ასე ვთქვათ გამოხმაურება იქნება, ვისაც უნდა რომ ვთქვათ აქ თქვენი პროდუქცია განმათავსოთ ერთ სიტყვით, ღია ვარ თანამშრომლობისთვის და აუცილებლად შეგვეხმიანეთ, იმიტომ რომ ჩვენ მეიზე შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, ძალიან მიყვარს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გარშემო. ნახვამდის.